გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17 საათზე, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. 1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდა. საქართველოს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსის წარდგება. ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ტოტალიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პასკალ ლოტასი სტატიაში ბრიუსელის მიერ სანქცირებულ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც სიაში განსხვავებული აზრის გამო მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი შვეიცარიის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, ანალიტიკოსი და პოლიტიკური კომენტატორი ჟაკ ბოდია, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები 15 დეკემბერს დაუწესა. მანამდე კი მისი ბედი პოპულარულმა ფრანგმა ჟურნალისტმა ქსავიე მორომ და აქტივისტმა იამმა გაიზიარეს. ლოტაზის თქმით, სანქცირებულთა საქმიანობა წევრ ქვეყნებში კანონით არ იკრძალება, თუმცა დრაკონული სისტემის პირობებში, რომელიც ბრიუსელმა შექმნა, მათ თავის დაცვის უფლება არ ეძლებათ. სანქციების სიაში შეყვანილ ადამიანებს ბანკები უყინავენ ანგარიშებს, საკრედიტო კომპანიები აუქმებენ ბარათებს, მათ ეკრძალებათ ევროკავშირთან აფილირებულ კომპანიებთან ან მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ხოლო ევროკავშირის ტერიტორიაზე არც ერთ ბიზნესს არ აქვს უფლება მათთან რაიმე სახის ურთიერთობაზე თეორიულად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ პოლისა და სხვა აუცილებელი საარსებო საშუალებების შეძენა. საქმიანობა, რომელსაც სანქცირებული პირები ეწეოდნენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონით არ იკრძალება, თუმცა ევროკავშირმა მოახერხა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას აძლევს მის აღმასრულებელ აპარატს საკუთარი მოქალაქეების ქმედებები არასასურველად გამოაცხადოს და მათ წინააღმდეგ დრაკონული ზომები მიიღოს სასამართლო განხილვის გარეშე. იმდენად, რამდენადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან სანქციების შესახებ შეთანხმებების ხელმომწერები, სანქცირებულ პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა ეროვნულ სასამართლოებს მიმართონ. შექმნილია სისტემა, როდესაც უდანაშაულობის პრეზუმპცია და სხვა ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპები არ მოქმედებს, რადგანაც სანქციები არ ითვლება სასამართლო ზომებად. ამ სისტემის მსხვერპლ ერთადერთი გზა რჩებათ მარიონეტულ ევროპულ სასამართლოს მიმართონ, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ამოწმებს სანქციების შესაბამისობას და არ ადგენს, არის თუ არა სანქციები პროპორციული და არღვევს თუ არა ის დასანქცირებულ პირთა ძირითად უფლებებს. ასე ხვდება დემოკრატია აღმასრულებელი ბრძანებებითა და ბიუროკრატიული თვითკმაყოფილებით. პასკალ ლოტასმა საკუთარ სტატიაზე ვიდეო მიმოხილვაშიც ისაუბრა, მან ევრობიუროკრატების პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელიც განსხვავებული აზრის წინააღმდეგ არის მიმართული. ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ის დემოკრატიის სიკვდილად აფასებს და კიდევ უფრო ცუდ სცენარს პროგნოზირებს. ევროკავშირის მიერ სანქცირებული 59 პირი მხოლოდ დასაწყისია. ევრობიუროკრატები ახლა იწყებენ კამპანიას განსხვავებული აზრისა და დისიდენტობის წინააღმდეგ. მათი აღვირახსნილი ქმედებები ერთგვარი გამოძახილია იმისა, თუ როგორ აგებენ ისინი უკრაინაში მარიონეტულ ომს და ასევე არის დასავლეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში გაბატონებული ძალაუფლების ამ მნიშვნელობის გადაჭარბებული, ხშირად არაადეკვატური შეფასების მეგალომანიის პირდაპირი შედეგი. შეერთებული შტატების, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორის დაკარგვის გამო, ევროკრატები ჩიხში არიან შესულნი, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ კურსი შეიცვალონ და თავიანთი ანტიდემოკრატიული ქმედებები გამოასწორონ, ისინი აპირებენ კიდევ უფრო მკაცრად გაუწორდნენ შიდა ოპოზიციურ აზრს. ევროკავშირის მიერ განსხვავებული აზრის დევნას აფასებენ თბილისშიც, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, მიზანმიმართულად დაწესებული სანქციებით ბიუროკრატები ძირს უთხრიან დემოკრატიულ ღირებულებებს და ევროკავშირის პრინციპებს, რის გამოც ისინი პასუხს აგებენ. რასაც ევროკავშირის ჩადის და მისი ლიდერები, ეს უკვე უტოლდება ფაქტიურად საბჭოთა კავშირს. განსხვავებული აზრის გამო ხდება დასანქცირება ადამიანების. იქ არის ერთი პოლკოვნიკი, რომელმაც თქვა განსხვავებული აზრი, ვიდრე ფონ დერ ლაიენი და ჭკუის კოლოფი კალასი ამბობენ, ხო? პასუხი რა არის ევროკავშირის ლიდერებისგან და ევროკავშირის პოლიტიკა სანქციაში მოხვედრა, სანქციების სიაში და თქვენი ჩამონათვალია ცნობილი ანალიტიკოსები, სამხედრო პირები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ და ბოლო სანამდე მიიყვანს, მე არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ზუსტად ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ეს ლიდერობა, ეგრეთ წოდებული, რომელიც არანაირად ევროკავშირის ინტერესებს, არც ღირებულებას არ გამოხატავენ, სავარაუდოდ ალბათ სახში გაუშვებენ ნაწილს. ნაწილს კიდე მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებების გამო, რამაც მიიყვანა ევროკავშირი ამ დონემდე.
ხვდა დღის სხვა ამბებით თბილისის საახალწლო სოფელში ზეიმი და გასართობი ღონისძიებები გრძელდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართველი მეწარმეების გამოფენაა მოწყობილი, პატარების განწყობაზე კი ანიმატორები და თოვლის ბაბუ აზრუნავს. დღეს მსმენელის წინაშე ბზიკების სტუდიას წარსდგა საღამოს კი სცენას ღამის შოუს ბენდი დაიკავებს. საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. დღის პირველი ნახევარი ტრადიციულად პატარებს ეთმობა და მათთვის იმართება ყოველდღიურად კონცერტები, პერფორმანსები, წარმოდგენები. დღეს გაიმართა ბზიკების სტუდიის კონცერტი პატარა მაყურებელთათვის, ხოლო საღამოს 8 საათზე დაგეგმილია ღამის შოუს ბენდის კონცერტი და დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი საღამო არ იქნება გამონაკლისი და ძალიან ბევრი მსმენელი მოვა საღამოს, რომ ისი ამონოს არაჩვეულებრივი ქართული კონცერტი. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები ადგილობრივი მეწარმეების და ნუ ესეც არ არის რა თქმა უნდა გამონაკლისი. ჩვენი კომპანია 10 წელია უკვე ოპერირებს ბაზარზე და ყველა დიდ თუ პატარა ფესტივალზე ვართ ხოლმე წარმოდგენილები, ყველას გელოდებით ჩვენთან გიმასპინძლებთ გემრიელად. ბავშვები ძალიან კარგად გაერთნენ, ულამაზესი საშობაო სოფელი გვაქვს, ძალიან ბევრი გასართობებით ბავშვებისთვის და მე მგონი ყველა ძალიან ბედნიერია, მათ შორის მშობლებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. გეკა გელაძემ თბილისსა და ქვემო ქართლში პირადად მოინახულა ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის უსაფრთხოებას. მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანდაცვის მინისტრმა დევნილ ოჯახებს შობა ახალი წელი ქუთაისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად მიულოცა. 1600-ზე მეტი ოჯახი ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში 2026 წელს გარემონტებულ ახლად გადაცემულ ბინებში შეხვდა. იძულებით გადაადგილებულებისთვის საცხოვრებლების მშენებლობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე ერთდროულად თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ყავს 5 შვილი, 2 გოგონა და 3 ბიჭი და წლები ვიყავით ნაკირავებში. ჩვენი ოცნება იყო მართლა რომ ჩვენი საკუთარი ბინა გქონოდა, ესეც მოხდა 2025 წელს. სახელმწიფომ გადმოგცა საჩუქრად ახალი ბინა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. გვინდოდა რომ ეს დღე მიგველოცა რამდენიმე ასეთი გამორჩეული ოჯახისთვის განსაკუთრებულად და მიგველოცა გვესურვა ყოველივე საუკეთესო, როგორც წარმატებული იყო 2025 წელი მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა, მეტად წარმატებული ყოფილიყოს გვინდოდა გვესურვებინა 2026 და ყოველი მომდევნო წელი თითოეული ქართული ოჯახისთვის. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და ემოცია, რომ გვესურვებინა, რომ რაც შეიძლება მალე მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ თავიანთ მიწაწყალზე იზოიმონ ახალი წელიც და ნებისმიერი სასიხარულო ამბავით. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისრაელის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც 29 დეკემბერს გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციამ იარაღი ნივთკიცება დამოიღო. მას 4000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ქვეყნიდან გააძევეს და საქართველოში შემოსვლა 3 წელი ეკრძალება. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები. თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თბილისში მომხდარი განზრახველობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა. გამოძიების ინფორმაციით 31 დეკემბერს ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს ასევე ბრალად იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა ედება, ამოღებულია დიდი ოდენობით მეთადონი. დამამძიმებელ გარემოებაში შადანელი განზრახველობის ფაქტზე 2 ბრალდებული დამნაშავე ეცნო გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მათ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარეს, რომლის მიხედვით ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულებმა შელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით დანითა და ბლაგვის საგნით დაზარალებულ სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა და დაზიანებები მიაყენეს, რომლის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაფიც მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 20 აპრილს
აზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეჩი ბრალდებულებმა მომხდარი შელაპარაკების საფუძველზე შურიზიების მოტივით ჯგუფურად დანისა და მკვრივი ბლაგვისაგნის გამოყენებით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ITB China საქართველოს 2026 წელს აზიის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს ცნობადობა არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც. სამოგზაურო სექტორის განვითარების შესახებ დაგეგმილია სპეციალური კონფერენცია. შანხაის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 30-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა. ჩინეთი საქართველოს შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ბაზარია. პირდაპირ ავიარეისების სიხშირისა და მიმართულებების ზრდა აგრეთვე ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებამ ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში. ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების ზრდას ასევე ხელი შეუწყო მარკეტინგულმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებსა და პროვინციებში ახორციელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით 2026 წლიდან ქვეყნის ტურიზმისა და კურორტების კოორდინირებული, მდგრადი და სტრატეგიული განვითარება იწყება. ეს არის მასშტაბური ტურისტული გამოფენა, სადაც საქართველოს წარმოდგენილი იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, რაც საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო აქტიურად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი, როგორც ჩინეთის, ასევე სხვა აზიური ბაზრების მიმართულებით. მარკეტინგულ კამპანიებთან ერთად ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირება, როგორც პირდაპირ ფრენების მიმართულებით, ასევე სხვა ინსტრუმენტებში. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ ჩინეთზე, ეს არის უვიზო რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის ადგილობრივი ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას, ასევე მზარდი პირდაპირ დაკავშირებადობის ავიარეისები ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს აეროპორტებს შორის. ჩინეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, შესაბამისად აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ტიპის აქტივობების ჩატარება, კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა, რომ ბევრად მეტი პარტნიორი შეიძინონ ცნობადობის ამაღლება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ 2026 წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ITB შანხაი იქნება. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ამ დროისთვის ქრონიკა ეთერში მთავარი გამოშვებით 20 საათზე დაბრუნდება. ნახვამდის.